მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. საღამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიების დაწყებამდე პედაგოგებმა, სკოლის მოსწავლეებმა და დამსწრე საზოგადოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. შემოქმედებითი საღამო ღირებულებითი განათლების კლუბის ორგანიზებით გაიმართა. აქ შეკრებილები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ხვაწლზე საუბრობდნენ. მოსწავლეებმა ქართული ჰიმნოგრაფიის ისტორიის, ცნობილი ჰიმნოგრაფებისა და ქართული საგალობლების შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს. ღონისძიებაზე შესრულდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობლებიც. აღსანიშნავია, რომ თბილისის 124 საჯარო სკოლაში დაფუძნებულია ღირებულებითი განათლების კლუბი, რომელსაც ხელმძღვანელობენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი იოანე გორელიშვილი და პედაგოგი, მუსიკათმცოდნე ნადეჟდა ხურციძე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, ღირებულებითი განათლების კლუბის წევრები და ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების შემსწავლელი კლუბი ვაზის სიმფონია. ღონისძიებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი იოანე გორელიშვილი, სხვა სასულიერო პირები, თბილისის 124 საჯარო სკოლის დირექტორი მადონა მუმლაძე, გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. შემოქმედებითი საღამო მრავალ ჟამიერით დასრულდა. მოგეხსენებათ, რომ სრულიად საქართველო არის აღძრული მისი უწმინდესობისადმი გამოხატოს პატივისცემა, სიყვარული იმ ზრუნვისათვის, იმ ღვაწლისათვის, რომელსაც მისი უწმინდესობა მთელს ეკლესიას, მთელს ერს უნაწილებდა. სწორედ აქედან გამომდინარე 124 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ მისი უწმინდესობისადმი მიეძღვნათ საღამო. ამ სკოლაში დაფუძნებული არის ორი კლუბი. პირველი კლუბი გახლავთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურომ მოგეხსენებათ სკოლებში გახსნა არაფორმალური განათლების კლუბები, ეს არის ღირებულებითი განათლების კლუბი და ეს ამ სკოლაში უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი პირველი სკოლა არის, სადაც ეს კლუბი ჩამოყალიბდა საპილოტო რეჟიმით თავიდან და დღესაც განაგრძობს ის აქ უკვე რამოდენიმე წელია ფუნქციონირებას და ასევე არსებობს აქ გალობის კლუბი, რომელიც ასევე არის არაფორმალურ გარემოში შექმნილი და სწორედ ამ ბავშვებმა, ამ კლუბების ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ ერთობლივი საღამო მიეძღვნათ მისი უწმინდესობისადმი. აქ იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა საგალობელი და მათ შორის თავად მისი უწმინდესობის მიერ შექმნილ მუსიკაზე აწყობილი საგალობელი, რომელიც მთლიანად ეს საღამო მიეძღვნება მის უწმინდესობას, მის ხსოვნას და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ასე გამოვხატოთ მის და მის სიყვარული ამ ესეთი საღამოების მოწყობით, მისი ღვაწლის გახსენებით და რა თქმა უნდა იმ ლოცვა-კურთხევებისა თუ იმ დარიგებების აღსრულებით, რომელსაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ გვაძლევდა. დღეს ჩვენ სკოლაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მას პინძლობთ სტუმრებს, რომლებსაც გვინდა ძალიან მოვაწონოთ თავი. ჩვენი ბავშვებმა ძალიან ბევრი იშრომეს ჩვენი გუნდის მასწავლებლებთან ერთად. ქალბატონი ნანა ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას, არაფორმალური განათლების მიმართულებით კლუბი გვაქვს შექმნილი. და ყოველი წლის ბოლოს გვანებივრებენ სხვადასხვა ჟანრში სიმღერების შემოქმედებითი კონცერტით. წელს განიზრახეს ძირითადი აქცენტი საგალობლებზე გააკეთონ. ჩვენი დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება პატრიარქის ხსოვნას. წარმოდგენილი იქნება ჰიმნოგრაფიის განვითარების ეტაპები და ქართული კანონიკური საგალობლები. ეს იყო ჩვენი მიზანი და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქის ამ სიტყვებით მინდა დავასრულოს ჩემი პატარა მონოლოგი. საოცარი ემოციებით ვარ დღეს დატვირთული. უწმინდეს და უნეტარესის ხსოვნას მიეძღვნა დღევანდელი ღონისძიება. იყო წარმოდგენილი ისტორია ქართული საგალობლებისა და იმ წმინდანებისა, რომელმაც დიდი ღვაწლი დადეს ქართულ გალობას და შესაბამისად პატარა წრიალახმებით გალობდნენ სკოლის მოსწავლეები არაჩვეულებრივი გუნდის ხელმძღვანელის ქალბატონი ნანას მეთაურობით, რომლის დიდი შრომა გარჯა და სიყვარული დევს ამ დიდ საქმეში.
ის რომ დღევანდელი დღე უწმიდესის ხსოვნას მიეძღვნა საგალობლებით, ეს არის ძალიან სიმბოლური, იმიტომ რომ უწმიდესის პატრიარქად კურთხევის დღიდან მისი ერთ-ერთი მთავარი მისია იყო აღორძინებული იყო ქართული გალობა თითოეულ ეკლესიაში და შექმნილი იყო ისეთი უმაღლესი სასწავლებელი დღეს უკვე გალობის უნივერსიტეტის სახით, სადაც შეისწავლიდნენ ახალგაზრდები ჩვენს დიდ საუნჯეს, საეკლესიო გალობას. სწორედ 2006 წელს, როდესაც მისმა უწმინდესობამ დააფუძნა გალობის უნივერსიტეტი და პირველი ზარი მან დარეკა გალობის უნივერსიტეტში, მაშინ ბრძანა, რომ აქ აღიზრდებიან თაობები, რომლებიც მთელ საქართველოში ეკლესიებში იგალობებენ და ადიდებენ უფალს. ეს დღეს უკვე ანდერძად შეგვიძლია ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ მისმა უწმინდესობამ ეს ანდერძი დაგვიტოვა თითოეულ ჩვენთაგანს, იმ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან ტრადიციულ ქართულ ხალხურ სიმღერას და საეკლესიო გალობას. დღევანდელი დღე არის სწორედ ნათელი მაგალითი იმისა, რომ აი აქ იზრდება თაობა, რომელიც გააგრძელებს უწმინდესის დანატოვარ გზას, ადიდებს უფალს, ეყვარება სამშობლო, ემსახურება სამშობლოს და ეყვარება ადამიანი. ეს იყო მისი სურვილი, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი და მე იმედი მაქვს და ვისურვებდი, რომ ნაწილმა აქ გამოსულმა ახალგაზრდებმა, ბავშვებმა აირჩიონ გზა გალობის უნივერსიტეტისკენ და ემსახურონ ტრადიციულ ქართულ ხალხურ სიმღერას. დღევანდელი ჩვენი ღონისძიება ეძღვნება პატრიარქის ხსოვნას. დღევანდელ ღონისძიებაში განვიხილავთ ქართული ჰიმნოგრაფიის შესახებ, ასე ვთქვათ, გარკვეულ ისტორიას, არა მარტო ქართული ჰიმნოგრაფიის შესახებ, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც. ღირებულებითი განათლების კლუბში უკვე 1 წელია რაც მონაწილეობთ. ამ კლუბში საკმაოდ ბევრ რაიმე ფაქტორს გავივლით. ეხება ეს მხოლოდ ღირებულებებს, არა მხოლოდ სხვადასხვა ფაქტებზე ვსაუბრობთ. ამ კლუბში მონაწილეობა საკმაოდ დაგვეხმარა, ასე ვთქვათ, ამ ღონისძიებაშიც მონაწილეობაში, იმიტომ რომ გარკვეული ცოდნა შევიძინეთ და ის ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, აგრეთვე გვეხმარება ამ ღონისძიების კარგად აღწერაში და ასე ვთქვათ, ეს კლუბი და ამგვარი ღონისძიებები საკმაოდ დიდ ცოდნას გვმატებს, რომელიც ცხოვრებაში არასაკურველია გამოყენებადია და საკმაოდ დიდ ცნობიერებას გვიმაღლებს ცხოვრებისეულ მაგალითებშიც.